სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა საინტერესოა ძალიან, თუ ღმერთს არ მოსწონს ცოდვა და ვიცით ბიბლია ამბობს, რომ ზულს კიდევაც ცოდვა, რატომ შექმნა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე? ალკა სვავს ამ კითხვას და ეს კითხვა ბევრჯერ იქნა გაცემული პასუხი ბოროტებაზე და ახლა კონკრეტულად ხეზეც იყო მე მგონი ბატონმა ჯონმა გაცა, ახლა იმ 1000 იმაში აუცილებლად, იმიტომ ეს ძალიან ხშირად ისმება ხოლმე ეს კითხვა. ამას წინებზე იყო თქვენ მოისმინეთ სატანაზე, ცოდვადაცემულ ანგელოზებზე, თითქმის იგივეა, ხო, საიდან აქვთ მათ ნება, ეს ბოროტინება საიდან გაჩნდა, როგორ მოხდა და აი აქაც ახლა მოდით მოусმინოთ ჯონ მაკარტურს. გამარჯობთ, მე ალტა მქვია, გამარჯობა. ჩემი კითხვაა, თუ ღმერთს არ მოსწონს ცოდვა, რატომ შექმნა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე? და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა და ახლა ყურადღებით გთხოვთ მოусმინოთ, რადგან ესეც მნიშვნელოვანი პასუხია. თქვენ ამბობთ, თუ ღმერთს სულს ცოდვა, რატომ დაუშვა ის, რამაც შეიძლება ცოდვის ჩადენა გამოიწვიოს? და პასუხი არის ის, რომ მთელ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ეს არის ღვთის განდიდება. ღმერთს უნდა რომ მისი სახელი განდიდეს. და მოусმინეთ ამას, თუ ცოდვა არ იქნებოდა, მიტევება ხო არ იქნებოდა, პატიება არ იქნებოდა. და ღმერთს ამით ისურს, რომ აჩვენოს თუ როგორი მიმტევებელია. მას სურს გამოაჩინოს წყალობა. მას სურს აჩვენოს სიკეთე. მას სურს აჩვენოს თავისი მადლი, უსასყიდლო. რითაც გამოისყიდა ეს ცოდვა. და მას სურს აჩვენოს, რომ ის არის მხსნელი და გადამრჩენელი ღმერთი. მას სურს თავისი სიწმინდის ჩვენება იმ ხარისხით, რამდენადაც მას სურს თავისი უფლება, რომ განსაჯოს ეს ბოროტება. როგორ შეუძლია ღმერთს ამ ყველაფრის გამოვლინება და გაკეთება, თუ ბოროტება არ იარსებებდა? ასე რომ არსებობს ეს გაგება, რომ ღმერთმა უნდა დაუშვეს ბოროტება სამყაროში, რათა მერე თავისი დიდება სრული სიდიადით გამოაჩინოს. გესმით ეს? ძალიან კარგია თუ გაიგეთ, ასე რომ საბოლოოდ ყველაფერი, აბსოლუტურ ყველაფერი ღვთის დიდებისთვისაა. და თქვენ რას კითხვაც დასვით, რატომ უშვებს ღმერთი ამ ბოროტებას? თავისი დიდებისათვის, მოკლე კონკრეტული პასუხი, რათა მან შეძლოს თავისი დიდების გამოჩინება, გამოვლინება. არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ასევე წმინდა ანგელოზებისთვის, იმიტომ რომ ისინიც ესწრებოდნენ ამ პროცესს თავიდან შექმნიდან დაცემამდე და ბოლომდე სამყაროს დასასრულამდე, ესე რომ მათ იმიტომ ისინი შექმნილი არსებები არიან როგორც ადამიანები. ასე რომ ეს შესანიშნავი კითხვაა, მადლობა ამ კითხვისათვის.